ვიწყებთ გადაცემას. როგორც აქ ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში. საერთოდ ჩვენი ეს სამეული ბატონი თემურ ჩილაჩელა, მათემატიკოსი, პროფესორი, დოქტორი, აფხაზეთის მეცნიერთა აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი გია კვაშილავა, დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის აკადემიის პრეზიდენტი. მე ჩემი ოჯახის პრეზიდენტი ვარ. უკონკურენტი კიბერნეტიკოსი და ჩვენი მთავარი ამოცანა გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადად მაინც მართვაზე და მის ხარისხზე ვლაპარაკობთ და გამომდინარე აქედან, ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში და რამდენად შეიძლება რომ ამ პოლიტიკოსებს ვანდოთ ქვეყნის მართვა და ველოდოთ რომ ჩვენ გავხდებით კარგი ქვეყანა. ახლა საქმე რაშია? აი დღევანდელობა, აი ყოველდღე ხო ვკითხულობთ, უსმენთ ტელევიზორში და უამრავი პრობლემები, ახალ-ახალი პრობლემები წამოიჭრება ხოლმე. აი კვირაში ერთხელ გამოვდივარ ჩვენ და იმ კვირიდან ამ კვირამდე რა მოხდა ახალი? აი მოხდა ის, რომ აი იმან რა ქვია მაგას ბაჩიაშვილმა დაწერა რაღაცა საშინელება გამიკეთესო, ესე იგი რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული უკანონობასთან, უზურპირებულ ხელისუფლებასთან და ესე იგი რა ვიცი რაღაც საშინელებებთან. და ყველაფერი ერთ კაცთან რომ მიდის. იგივე პერიოდში ესე იგი ისევ გააქტიურდა მზია ამაღლობელის თემა და ბევრი დაიწერა. მე მართალი გითხრათ, დამშოკა აი ამ Facebook-ში განცხადებებმა საკმაოდ ნორმალური ტიტულოვანი ადამიანების რეაქცია. იმ ქალბატონმა დაწერა მთელი ეს ისტორია, როგორ მოხდა, იქ როგორ ამტკიცებს, რომ ესე იგი იმან რა ქვია დგებუაძემ როგორ დაიქადნა, რომ მე ამას სისხლის სამართლით ჩავშოვდა ეს ფაქტიურად გასაგებია და ჩვენ ყველას ეს გვესმის, ოღონდ უმრავლესობა უფროსწორად ის, ვინც ოცნების მხარესაა, ის არაფრით ამას ესე იგი არ აღიარებს, რომ ეს ყველაფერი ჩაწყობილი საქმე იყო და აი ჩემთვის საპატივცემულო ადამიანები წერენ რეაქციას ასეთნაირად, რომ რაც დაიმსახურა ის მიიღო, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი დავითაო. ვიღაცამ დაწერა, ესე იგი შეუტვინო და რაღაცა ასეთნაირად ჩვენმა თანამემამულემ იქ დასავლეთიდან მე რაღაცას ვწერ, პასუხებს ვწერ, მაგრამ მე იმ სტილით და იმ ლექსიკით ვერ ვპასუხობ შედარებით იმათ და მე თვითონ მართლა ძალიან გამოდივარ წყობრიდან, როცა ვხედავ, რომ რაშია ბოლოს და ბოლოს საქმე. ჩვენ შეგვიძლია თუ არა დავადგინოთ ჭეშმარიტება და საზოგადოება დავარწმუნოთ ამაში. აი გამოდის რომ ეს შეუძლებელია. მოდი ცოტა ისტორიას გადავხედოთ. მაძღარი მონის თემა რამდენჯერ წამოჭრება ბატონო გია? მაძღარი მონა არის ყველაზე საშინელი მტერი თავისი ქვეყნის და თავისი საზოგადოების. ის არის მონა იმისა, ვინც მას აძლევს სარჩო საბადებელს და ის ყველაფერზე წამსვლელია იმ ერთი კაცის თხოვნით. ახლა ჩვენ აი ამ მაძღარი მონის ქმედებებს ძალიან ხშირად პირიქით რეკლამას უკეთებთ. მე მახსოვს ახლახან წავიკითხე Facebook-ში, როგორ ესე იგი აღფრთოვანებით წერს კაცი, რომ აი უჩა დადიანმა ისტორიული მოვლენა მოიყვანა, უჩა დადიანმა პეტერბურგში, სადღაც დიდი წვეულება იყო სამეფო ოჯახში და ნიკოლოზ მეორე ვიღაცას ელაპარაკება და შორიდან ნახა ეს უჩა და უჩა მოდი აქ უთხრა, დაიბარა. უჩა წამოვიდა ეს ქართულ ჩოხახალხაში გამოწყობილი ხანჯალი დაკიდული და აქ ასე მაგი დაიდგა გაწყობილი სუფრა და მე წვეულებაზე უნდა დამჯა, აი იმას გადაახტა და მოვიდა.
და ეს ამის დამწერი აღფრთოვანებულია იმით, რომ აი რა ბაშკაცურად მოექცა იმისათვის, რომ ამ ბატონთან იქ რაღაცა 2 თუ 20 წამი ადრე მისულიყო წამით ადრე ის იმას გადაახტა და მოვიდა. აი ეს მონა არ არის ის კაცი ის უჩადადიანი იმის. მე ახლა ის შემდეგ დავიცანე ეკატერინე დადიანის მოქმედება სამეგრელოში. ჩვენ ხო ეს გავაფეთიშეთ და ამისგან ესე იგი რაღაც დედოფალი შემწენით აი სამეგრელოს დედოფალი დედაუტირა სამეგრელოს როცა გაიგო რომ გინდა თუ არა ის კარგავდა იმ ხელისუფლებას და სამაგიეროდ მის ოჯახს მიიღო დივიდენდები იქიდან ხელფასი მიიღო პენსია მიიღო რაღაცები მიიღო და ბოლოს კიდე ის ხალხი ხალხისგან ამოეღო ფული და ისა რა ქვია მაგას სიმდიდრე გაუორმაგა გაუდიდა ის რა ქვია გადასახადები და ამან იყო ის უტუ მიქავას და მეორე რა იყო თოდუა მაგალი თოდუას აჯანყება მართალია თოდუა ჩვენი ისტორიკოსები ამას გვიყალბებენ და ამაზე არ წერთ ჩვენ და ჩვენ ესე იგი აი ამ მონურ ქმედებებს ხალხის და საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რომ მუშაობს ამას ესე იგი გმირობად უთვლით ხალხს და იმად გმირობად შევრაცხავთ. შეიძლება ამას შედეგი არ მოყვეს და აი ეს რაც ახლა დღეს ხდება. რა ხდება დღეს? აი გამოდის ახლა ეგერის რა ქვია აჭარის თავმჯდომარე ესე იგი თავის მოკლა განიზრახა და მთელი ამბავი ატეხელია და ყველა მიხვდა რომ ფულებზეა საქმე რომ უნდა მოეტანა იქ რაღაცა ესე იგი კრიმინალთან საქმე და კიდე რამოდენიმე ასეთი აი იგივე ბაჩიაშვილთან იგივე ესე იგი ბიძინას ფულებს გადაყვა მთელი ჩვენი ქვეყანა და რა გამოდის ახლა გუში მეგონი თუ გუში წინ არ ვიცი ეს მამუკა დინარაძე და ამბობს რომ ჩვენ აი გვიბრძვით და ჩვენ მივაღწევთ იმას რომ საქართველოს კორუფციის მხრივ პირველ სამეულში მოხდეს ესე იგი ხდება იცის რომ ყველა ვიცით რომ საშინელი კორუფცია არის ამით მან აღიარა რომ ეს კორუფცია არის და ახლა პირდება რომ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს როგორ გააკეთებთ ბატონო მამუკა ამას როგორ გააკეთებთ აი ეს დოქტრინა გამოგიგზავნეთ შენამდე მოვიდა თუ არ მოვიდა ეს დოქტრინა ამ დოქტრინაში რა გვიწერია და იმ 21 პუნქტიან პროგრამაში გვიწერია ეს რომელი პუნქტია ეს მესამე კაცად მიწაწყალით და ქვეყანაში განათლების საქართველოს ეროვნული საქმე ყველა დოკუმენტში მეცნიერების მიერ დამუშავებულში წერია ნეპოტიზმი კორუფცია და არჩევნებში თაღლითობა გაუტოლდეს სამშობლოს ღალატის პუნქტი აღდგეს და შესაბამისად მიყენებული იქნეს და უფრო მეტიც სადღაც დავწერეთ და ბევრჯერ ითქვა რომ აი ამ ცოდვებში მხილებული ჩინოვნიკის შვილი და შვილიშვილსაც აებრძანოს სახელმწიფო სამსახურში მუშაობა ეს იყო გოლდა მეიერის გავსოთ თქვენ ესე როგორიც ამბობდა შვიდ-თაობაში უნდა გაგრძელდეს აი ეს რეპრესიული მათ მიმართ მოქმედება დავწერეთ 10 წლის წინ როცა ხელისუფლებაში მოდით მაშინაც ჰქონდა ეს დაწერილი ახლა 13 წლის თავზე ამბობთ რომ ჩვენ ამ სასწაულს ვიზამთ და ესე იგი კორუფციას აღმოვხდით ამ დროს მთელი კორუფციული ჯოგი იქ აკავთ პარლამენტში და მთავრობაში ყველა იქ ზის ბატონო მამუკა არცაც საძებნელი არ აქვს თქვენ პოლიცია და ის არ ჭირდება თქვენი ძალებით იქვე შეგიძლიათ ოღონდ ერთმანეთს უნდა ესროლოთ ზარბაზნები რომ მოსწოთ ეს კორუფცია ახლა რასაკეთებენ ჩვენი ისტორიკოსები ამას ხომ იმას რასაც თქვენ ახლა აკეთებთ ბატონო მამუკა ისტორიული საფუძვლები აქვს
და სამწუხაროდ ჩვენი ისტორიოგრაფია არ აკეთებს ამის ანალიზს და არ უჩვენებს საზოგადოებას, რომ ეს ცუდია და რომ ეს უნდა გამოსწორდეს. განსხვავებით ბრიტანელი ისტორიკოსებიდან. ბრიტანელი ისტორიკოსები ყველა გლახაობა და ყველა სუღრუნტობა და აფერისტობა და მამაცაღლობა, რომელსაც ჩადიოდნენ მათი მეფეები და კანცლერები და ხელმძღვანელები, ყველაფერი არის ამოტივირებული და ამის მაგალითზე იზრდებოდნენ ისინი და უმჯობესდებოდნენ და აუმჯობესებდნენ მათთვის სისტემას. და იმიტომ არის ბრიტანეთი დღეს და ეს ანგლო-საქსებს, რომ ჩვენ უარყოფით კონტექსტში ხმარობთ, ამ დროს ეს ანგლო-საქსებს მიყავს ქვეყანა ეს მსოფლიოში სამყაროში პროგრესი. იგივე ამერიკელები ეს მაგათი ის არის რა ქვია მაგას პირმშო. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ესე იგი ისტორიას ჩვენსას ვამახინჯებთ. ავიღოთ ერეკლე მეფის მოღვაწეობა. თქვენ კარგად იცით ერეკლე მეფე როგორ დაუკავშირდა რუსეთს და მე როგორ არ უნდოდა მასთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. დღემდე ჩვენი ისტორიოგრაფია არაფრით ესე იგი არ უნდა კარგად გამოიკვლიოს, ან და გამოკვლეულია და ესე გვიმალავენ აი ის ლევან ბაგრატიონი, რომელიც იყო შვილი, რომელიც ეს მორიგი არმია, რომელსაც ხელმძღვანელობდა და რომელმაც გააძლიერა ბოლო პერიოდში ერეკლეს მეფობა საქართველოში, ქართლ-კახეთში, ის კაცი მოწამლეს. და იქ ფიგურებს ქართველი თავადების გვარები. ფიგურებს ეს არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. იმ თავადის წარმომადგენლები გმირებად არიან შერაცხოლები. იგივე მოხდა შემდეგ ევროპის აი კომუნისტების დროს. ჯალათებმაო ესე იგი ჩვენი ზოგიერთი ცნობილი პიროვნება აი რეპრესიები იყო, იქ ჩემი ნათესავი იყო ესა, ჩემი ნათესავი იყო ისა და ესე იგი აბრალებს სხვებს ამ თავის უბედურებას. მე ახლა არ მინდა თქვა, მაგრამ ერთი ასეთი გამორჩეული გვარის წარმომადგენელი, რომელიც ასევე ხელოვნებაში დიდი როლი ითამაშა, იმისი საკუთარი ძმა და ბიძაშვილი ორივე იმ პერიოდში და მერე კგბ-ს პოლკოვნიკები იყვნენ. ხალხო, ყველაფერი ეს დასალაგებელია იმისათვის, რომ ხალხს ვასწავლოთ გარჩევა რა არის კარგი და რა არის ცუდი. ჩვენ სხვანაირად ამ ქვეყანას ვერ დავალაგებთ. ნიშნის მოგებით წერს ისტორიკოსი, მე წერს კაცო, მე რომ აი თქვენ ესე იგი იმას ის არ მოეწონა, რომ ჩემი ქალიშვილი იმაზე რა ქვია მაგას მიტინგებზე დადის და ბჭყალებში ჩასმულა ისა რა ქვია მაგას ეს ხვაწმოსილი პროფესორიო ბჭყალებში ჩასმულა. მე რა თქმა უნდა მიწერე რომ აი დაგუგულეთ და ნახეთ, მიდით და წაიკითხეთ ნინო ჟვანია პიანისტი, ვინ არის მაგისი ბიოგრაფია, წაიკითხეთ, რა გაუკეთებია, წაუკითხეთ და მერე მოიფიქრე, ღირს თუ არა აი ამ წინწყლების და ბჭყალების დასვა მის ირგვლივ. ხალხო, ესე იგი აცდენილი ვართ გზას, აცდენილი ვართ სწორ აღქმას მოვლენებისას. ახლა აგერ ბოლოს დღეს წავიკითხე ბატონი კობახიძე ევროპაში ვიზა ლიბერალიზაცია. ამას ესე იგი ამაზე რას წერს? ესე იგი ევროპაში წახვალ ვიზით თუ უვიზოთ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი. მისთვის ეს არ არის. და ვიღაც ფრანგი საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი წერს, ეს ამისთვის არ არის, მაგრამ ის ვინც მძიმედ ავათარის და რომელიც არ ეკუთვნის ამის კლანს, ამისთვის ხომ იმ ვიზის შოვნა და მერე ისე იქ მოხვედრა ხომ მთელი პრობლემა არის. ეს ხომ უბედურება არის მისთვის, ხო? და პრემიერ-მინისტრი ყავს ასეთი, რომელიც ასე აგდებულად უყურებს თავისი
გაჭირვებული ხალხის ბედს და თვითონ თავის სტატისტიკურ მონაცემებში, რომელიც სტატისტიკურ სამმართველოს მიერ არის აღიარებული და წერია იქ, მას თვითონ ამ ქვეყანაში ყავს 700,000 ოფიციალურად დარეგისტრირებული უმწევო და ასეთ ქვეყანაში ეს კაცი ამბობს, რომ ამ ვიზის ესე იგი დაკარგვა არაფერს არ ნიშნავსო. მე არ ვიცი ჩემო მეგობრებო, ვინც მე მიყურებთ და ვინც ჩვენ დღეს ვიყურებთ, ჩვენ ახლა მე ცოტა გამიგზავნა ეს შესავალი, იმიტომ რომ ჩვენ უწყვეტად საათნახევარი გვექნება, ამიტომ ყველა გამოვთქვა ჩვენს არს. და მე შემდეგ როცა თავიდან ჩემამდე მოვა ეს სიტყვა, ახლა გადავცემ აგერ მეგობრებს სიტყვებს, მე ძალიან მინდა ერთი თემა ევროპა და რუსეთზე ვილაპარაკოთ. არ ვიცი ახლა ეს დღეს შეიძლება მისი საფარავად, მაგრამ აი რა არის სინამდვილეში ევროპა, რა არის სინამდვილეში რუსეთი. რატომ უნდა დღევანდელ გაბატონებულ კლასს გინდა თუ არა რუსეთის ნაწილი გავხდეთ და რატომ არ უნდა დანარჩენ საქართველოს რომ ჩვენ გავხდეთ რუსეთის ნაწილი და რომელსაც უნდა რომ როგორღაც ჩვენ ვიყოთ ევროპასთან ახლოს და ევროპული მართლობა გქონდეს, ევროპული დემოკრატია გქონდეს და ევროპული დონე ცხოვრების როდესმე რომ მიიღწევა რა თქმა უნდა თუ იმ გზაზე დადგები და თუ ამ გზაზე დადგები, მაშინ ამას ჩვენ ვერასოდეს ვერ მივახცევთ. მე მინდა ეს ჩვენთვის ელემენტარულად ცნობილი და გარკვეული საკითხი კიდევ ერთხელ და ბევრჯერ წამოვწიოთ და ვილაპარაკოთ იმისათვის, რომ როგორმე საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგოს რომელი არის უკეთესი და რომელი არის უარესი. რა გვინდა ჩვენ? გვინდა ჩვენი ქალები ჩადრებში ჩავსვათ ირანი და რუსეთის ასე ვთქვათ მცდელობებით, თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი, ლაღი ხალხი და ჩვენ გვინდა ჩვენი სტრუქტურები იმართებოდეს დემოკრატიული კანონებით და აქ პირველ რიგში იგულისხმება, რომ კონკურენციის კანონით, კონკურენციის სადაც უკეთესი გადის თანამდებობაზე და ის უკეთ მართავს იმ სტრუქტურას, რომელსაც ხელმძღვანელობს და მათ შორის, სხვათა შორის საგანმანათლებლო და უმაღლეს განათლების და ბატონ თემურ თქვენ ამის სპეციალისტი ხარ და ის რაც ამ ბოლო დროში და მოხდა და რაც ძალიან გამღერებთ, ამაზეც ესე იგი მინდა რომ ორიოდე სიტყვით თქვა. რაც შეეხება ბატონ გიას, ბატონ გია ყველა ამ პრობლემების რაც მე ახლა წამოვჭერი თვითონ არის მონაწილე და კარგად ესმის ეს ყველაფერი და ჩვენ მოვალეთ თვლით რომ საზოგადოებას არახან ჩვენ ასე ვფიქრობთ, როგორმე მივიტანოთ ეს აზრები იმისათვის რომ გაუწიოთ წინააღმდეგობა მაძღარი მონების იდეოლოგიას. მაძღარი მონები თავს ახვევენ მასებს თავიანთ ინტერესებს და თავიანთ ინტერესებზე დამორჩილებულ იდეოლოგიას და ეს არის დამღუპველი. ჩვენი მთავარი ამოცანა ეს არის და შიგადაში მე ჩვენ დავიწყებთ ცალკეული პოლიტიკური მოღვაწეების აი ამ კუთხით შეფასებას და იმ მთავარი კუთხით კრიტერიუმები, რომელიც ჩვენ დავამუშავეთ და რამოდენიმეჯერ თქვით და კიდევ ვიტყვით, 10 კრიტერიუმი მათთან მიმართებაში ვინ როგორ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. აი ეს არის ჩვენი ამოცანა. ყოველ შემთხვევაში მე ასე მესმის ბატონ თემურ, მე ასე მესმის ბატონო გია, ჩვენ აი ეს 4 დოქტორი, 4 მეცნიერი თავთავის მიმართულების მით უმეტეს სამივე ერთად მათემატიკური აზროვნებასთან, ასე ვთქვათ, კარგად როა და ბოლოს რა არის მათემატიკა და მართვა რა არის? მართვა არის უკეთესი შერჩევა. და ეს უკეთესი რაღაც პარამეტრებია, რომელიც ასევე უნდა გამოთვლილი იქნას. და ეს პარამეტრები და ის შედეგები არის მილიონობით და ტრილიონობით.
და ოპტიმალური მართვა ის არის, რომ იქედან ამარჩიოთ უკეთესი. და ამისთვის არის მთელი მიმართულება მათემატიკაში შექმნილი, ხო? ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების. ეს იქნება მინიმაქსის თეორია, ეს იქნება წრფივი ლინейно პროგრამირების, ეს იქნება ბელმანის თეორია, ეს იქნება უამრავი თეორია, ეს იქნება ოქროს კანონი ეკონომიკის და უამრავი. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც აზრზე არ არის და მის სტრუქტურაში კაციშვილი არ არის, რომელიც ერკვევა აი ამ მეცნიერულ, ასე ვთქვათ, მიღწევებში, აი ამ მიმართულების. როგორ იქნება ქვეყანა წარმატებული და როგორ იქნება ეს მართვა სასარგებლო და ხალხისათვის საინტერესო, როდესაც აი იქ ამაზე აზრზე არ არიან და არც იწვევენ ამ ხალხს. აი ეს არის ის რაც მე მაგალებს, ის რაც მე მასუხებს, მე 5 რამ ჩამოწერე, ხო? როგორც მეცნიერებისა და განათლების სისტემის ჩვენ გვაქვს აი 1 საათი და მოკლედ. კი ბატონო და მოკლედ. ჩვენ მემიდა საზოგადოებას უთხრა, რომ ამ ჩვენი ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულია ასეთი გადაწყვეტილება, რომ აი ასეთი გადაცემები ახლა ჩვენ გვესმის, რომ 2 საათს უყურო ამ გადაცემას ძალიან რთული და ძნელია. მაგრამ ამ ჩვენი გადაცემებიდან შემდეგ ცალ-ცალკე გამოსვლებს რაღაც ერთ თემასთან დაკავშირებით, ესენი გამოყოფენ და მე ამას გაუშვებენ აი ზუსტად ერთი ეხმიანება ამ თემას ბატონო ვახში 15-16 წლებში მე და ჩემმა დოქტორანტმა კალბატონმა ლეილა სულავამ დაამუშავეთ მათემატიკური მოდელი მართვის. ეს არის ზოგადად მათემატიკის ენაზე ორგანზომილებიანი არაწრფივი დინამიური სისტემა, რომლის ესე იგი ანალიზით, მათემატიკური ანალიზით ჩვენ მივიღეთ მართლობის 5 ფორმა. პირველი ის იყო დიქტატორული რეჟიმი, მეორე ნახევრად დიქტატორული რეჟიმი, ანუ ავტოკრატიული რეჟიმი, მესამე ეს იყო დემოკრატიული რეჟიმი, მეოთხე იყო ნახევრად დემოკრატიული და მეხუთე ლიბერალური. შესაბამისად, იმის მიხედვით როგორი არის პარამეტრები დამოკიდებულია მოცემული ერის ისტორიაზე, ნეირობიოლოგიური, ფიზიოლოგიური ყველანაირი მებზე და რა თქმა უნდა, ისეთ ქვეყნები, როგორც არის ძირითადად, ესე იგი არაბული ქვეყნები, ისეთ ქვეყნები ასევე როგორც არის თქვა ჩინეთი, ნაწილობრივ რუსეთი, ასეთ ქვეყნებში მაინც ხალხი უფრო ლოიალურია დიქტატორული რეჟიმის, ანუ ავტოკრატიული რეჟიმის მიმართ, ჩვენი აზრით. რაც ეხება საქართველოს, რომელსაც უნდათ მოახვიონ დიქტატორული, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ნახევრად დიქტატორული, ანუ ავტოკრატიული რეჟიმი და მერე რომელიც სურვილი არ ზოგიერთებს გადაიზარდოს დიქტატურულში, ეს არ გამოვა, შეიძლება მცირე ხნით რაღაცის გამო, როცა ხალხის გაღარიბება ხდება არჩევნებიდან არჩევნებამდე, მერე გარკვეულწილად ზოგიერთი ადამიანების ვთქვათ მოსყიდვა, რომელიც ხედავს, რომ გარშემო განათლებული პროფესორები, სხვები ფაქტურად ღარიბად ცხოვრობენ და აქ მათ აქვს შესაძლებლობა თავის ლოიალობის გამო კარგად მატერიალურად იცხოვრონ, ოღონდ ერთი ჩუმად უნდა იყოს ლოიალური მოცემული ხელისუფლების. შეიძლება მოკლე ხნით, შეიძლება ქართველი ერი ამაზე რაღაცნაირად და ხედავთ ამას, მაგრამ დიდი ხნით თავისუფლების კოეფიციენტი, ისტორიული წარსული, რომელიც ქართველებს გაგვაჩნია, ჩვენთვის მისაღებია მხოლოდ ჩემი აზრით დემოკრატიული მართლობა. ახლა ზოგიერთი ლაპარაკობს, კარგი იქნება თუ მონარქია დაბრუნდება და შემდეგ. მე პირადად არ ვარ მომხრე მონარქიის დაბრუნების, მე ვარ ნაღდი დემოკრატიული
ესე იგი მართლობის მომხრე. შესაბამისად, ის ქვეყნები, რომელიც არის, ვთქვათ, ძირითადი ქვეყნები ევროპის, ამერიკა და ასევე აზიის, სამხრეთ კორეა და იაპონია, ფორმალურად იაპონია, რა თქმა უნდა, არის იმპერია, იმპერატორიც არის, მაგრამ ის ნომინალურია, კონსტიტუციური მონარქია, ეს დასაშვებია ინგლისის არის და ასე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის მისაღებია ის მართლობის ფორმა, რომელიც არის ევროპაში. რა თქმა უნდა, იქაც არის ნიუანსები, ვთქვათ, ძალიან სოციალისტურია, ესე იგი, შვედეთი, ნორვეგია, შემდეგ ასევე ვთქვათ, გერმანია და ისინი უფრო არიან ცენტრისტულები, ახლა ბატონი მერცია, შემდეგ, მაგრამ ჯამში მათთვის ამოსავალი არის დემოკრატია. სადაც მართვა დამყარებულია არა იმაზე, რომ მოსახლეობა იყოს გაუნათლებელი და ღარიბი, რომლის მართვა იოლი იქნება, არამედ მოსახლეობა იყოს, რა თქმა უნდა, ესე იგი, დიდი უმრავლესობა განათლებული, ყველას ჰქონდეს თავის პროფესიის მიხედვით შესაბამისი ისა და ისინი შეგნებულად უჭერდნენ აი ამ, ვთქვათ, მიდგომას მხარს, რასაც ადასტურებენ არჩევნებში. ბუნებრივია, იქ არჩევნები არის თავისუფალი და არ ჭირდება ყოველ პარტიას 15 მეთვალყურე, იმიტომ რომ ის მან იცის, რომ ის არჩევნო კომისია მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია შექმნილია მოცემული პარტიის მმართველობის დროს, ის ობიექტურია, ის სახელმწიფოებით მოაზროვნეა. კაცო, ჩაგერთებით, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ აი ხალხმა გამიგე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ეს პრობლემა არ არის გაყალბების და არჩევნების, მაგრამ იქ თურმე კანონმდებლობაში საშინელი რეაქცია არის ამ დარღვევაზე, კაცო, მოსყიდვა და ის რაღაცა რომ გამოიჭირო ვიღაცა, ესე იგი ძალიან დიდი სასჯელია. ესე იგი ის რომ იქ ეს პრობლემა არ არის, ეს განპირობებულია კანონმდებლობით. კი ბატონო. აი რასაც ჩვენ მეცნიერთა კონგრესი რამდენი ხანია ვითხოვთ. კი ბატონო. აი უყურეთ ბატონო ვახში. შევადაროთ ორი ქვეყანა, ისრაელი, სადაც გოლდა მეერი მეხუთე პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სხვა იმის გარდა რომ ყველაზე მაღალ ანაზღაურებანი უნდა იყოს ექიმი, პედაგოგი და სამხედრო, იმან თქვა, რომ კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურებში გაუტოლდესო ერის ღალატს და გადაეცეს ამ შემდეგ. და იქ ამას კორუფციის წინააღმდეგ ერი არის შეგნებულად, რადგანაც ერთადერთი შანსი გარშემო ისინი იცით რა მეზობლები ყავს, რომელიც ყველა და არა მარტო მეზობლები, არ არის მეზობელი ირანი, მაგრამ შორიდან უნდა გადაყლაპოს ისრაელი, რომ ერთადერთი გაუძლოს, რომ განავითარონ მეცნიერება და განათლება და შემდეგ და რა თქმა უნდა კორუფციას, ესე იგი, მოუღონ ბოლო და მოღებულიც აქვს, შეიძლება თითოეულ ის. ჩინეთში იქ სხვა მიდგომაა. იქ მიდგომა ასეთია, პირდაპირ წერია, თუ შენ ჩინოვნიკი ხარ კორუმპირებული, არის დახრეტა. ესმით? ეს არის უკვე შიშეთა, მაგრამ ალბათ ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები. კი ბატონო, შიშზე იქ. ისრაელში შეგნებაზეა იქ, იმიტომ რომ ეროვნულის. ჩვენთან ხანდახან გაიგონებ, კაცო, ესე იგი, რომ ჩინოვნიკი გახდა, ვთქვათ, შარშან ან ერთი წლის წინ იყო მარტო კალოშით მოსული და გახდა გამგებელი ან მოადგილე ან რაღაცა პოზიციაზე და 2-3 წელიწადში უკვე აიშენა ფაზენდები, აიშენა ბინები, სახლები 5, 6, 30 და სანათისაო მეზობლები და ოჯახის წევრები, აი რა მამა ყავს, რა დედა ყავს, აი ვაშკაცურად მოიქცა. იმაზე არ ფიქრობს, რომ ეს ფული მოპარულია იმ უამრავი მეზობლების იმიდან და რომლებიც ბევრად უფრო ცუდად. ანუ ჩვენ საზოგადოებრივი აზრი ჩვენთან სამწუხაროდ ლოიალური გახდა კორუმპირებული ჩინოვნების მიმართ. ეს ძალიან ცუდია. ახლა რა მინდა თქვენს და თქვენს მიდოთ, აი ეს დავაკავშირეთ, აი мотивация ოცნების ხელისუფლების. რატომ არ უნდა ევროპა და რატომ უნდა რუსეთი?
ну არ ვიცი ახლა მოკლედ ვიტყოდი აი ამ კუთხით აი მოკლედ ვიტყოდი ახლა მე არ უყურებ ტელევიზიებს არც სახელმწიფო და არც ოპოზიციურს იმიტომ რომ არც ისა და ერთი ობიექტური ჩემის აზრით არ არის მაგრამ ხანდახან ну ახლა როცა თქვა აკეთებს სხვა საქმეს ხანდახან ჩართულია ტელევიზორი და ერთი ქალბატონი ოცნების წარმოადგენელი იყო რომელიც მგონი საკრებულოსეული იყო თუ ჟურნალი ну ერთი სიტყვით წარმოადგენი არ დამალვა მაგრამ რომ ჩვენ ევროპა იმიტომ არ გვინდაო ქალბატონი ლაპარაკობს ну აი თავის გაგებით ჭკვიანურად იმიტომ რომ ევროპაში არისო კანონების უზენაესობა ჩვენო ქართველები არ გვიყვარსო კანონების შესრულება და ევროპა იმიტომ არ გვინდა რომ მოთხოვენ კანონების შესრულებასა და ამის შემდეგ მე შეკითხვა იმ ქალბატონის და მის მიმდევრების მიმართ არ აქვს მადლობა კანცინა უკაცრავად სიცილი ცოტა ამ შემთხვევაში არასერიოზულად არ აღიქვა ადამიანს ეს არის უფრო გულით კივილით გაცინება იმდენად ვარ დამძიმებული ამ ბოლო დღეებში ძალიან მძიმედ საქართველოში საერთოდ მე მოვემზადე იმისთვის ბატონო ვახში რომ ჩვენ წარმოვადგინოთ მეცნიერებისა და განათლების სისტემების მართვის შესახებ რა მდგომარეობა გვაქვს ჩვენ. საქართველოში მეცნიერების მდგომარეობა ბოლო წლებში მრავალმხრივად არის წინამდებობრივი. და ეს რაში გამოიხატება. მოკლედ მე უნდა ვუთხრა ჩვენს ინტერნეტ-მაყურებლებს რომ ინიშნებიან ყოველთვის ამ მიმართულების ხელმძღვანელები რომ საერთოდ არ არიან შინაგანად მეცნიერი. რას ნიშნავს? ანუ შეიძლება მას კონდეს რაღაცა მეცნიერული ტიტული ან სადღაც სწავლდეს. ანუ კვლევარი არ არის. ის არ არის დაბადებით კვლევარი. ანუ უბრალოდ უნდა თანამდებობის გამო რაღაცა ხარისხები მიიღოს. ამიტომ ასეთი ხალხის ამოწმება ადვილია და ადამიანს როცა თავის საქმე არ უყვარს, აქედან გამომდინარე ის ვერ გაუძღვება ამ საქმეებს. საქართველოში ძალიან თვალნათლივ ჩანს, ყველა ვინც ნახე ჩვენ ძირითადად ამ მიმართულების ხელმძღვანელები არაკორექტულად იქცეოდნენ. რა და ამის მიზეზი? რა არის ამის მიზეზი? აქედან რა გამომდინარეობს? ახლა რა მოხდა ჩვენთან? საქართველოში მეცნიერების ფუნქციონირება შეზღუდულია რესურსებით. სრულიად ეს მივიღეთ ჩვენ. არა თანმიმდევრული მართვის შედეგად. ანუ მეცნიერებას სჭირდება უწლიანი სული განვითარება, შეუჩერებლი მიზანი უნდა იყოს იმ მიმართულებით და ეს მიზანი ჩვენთან რატომღაც არ ჩანს. პირველ რიგში ეს გამოიხატება დაფინანსების არასრული ეს დაფინანსება არასაკმარისი ბიუჯეტიდან სახელმწიფო გამოყოფს თანხას, რომელიც ძალიან მწირია. მე არ ვიცი ეს გადავამოწმე 0.2-0.3%-ია საქართველოში. საერთოდ ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ მაჩვენებელი 2% მაინც უნდა იხარჯებოდეს მეცნიერების განვითარებაში. თუ მეტი არა. გრანტების მოცულობა ძალიან მწირია. ერთი ფონდი არსებობს საქართველოში. იმ ფონდში თუ გახვედი ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ხშირად მეცნიერები ამის გამო იძულებული არიან საქართველოს დატოვონ და გაემგზავრონ უცხოეთში. კარგია, რა თქმა უნდა, უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობა, მაგრამ საქართველოს აკლდება ეს. მე უნდა ვუთხრა იმ ზოგიერთ პატრიოტებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს წინ მიდის. როცა მეცნიერი ტოვებს, ანუ კვალიფიციური მეცნიერი ტოვებს ადგილს აქ საქართველოში და მიდის უცხოეთში, ეს ძალიან ცუდ რამეს გამოიწვევს და ეს არ არის მარტო ისეთი დიდი საშიშროება არ გონიათ, მაგრამ ეს ძალიან დიდი საშიშროება ჩვენი ქვეყნის როგორც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ადამიანური რესურსები ამ მხრივ ძალიან მცირდება, მეცნიერული რესურსები და როგორც ვთქვით, ტვინების გადინება ხდება და ამაზე ამბობენ კაცო უცხოეთს მიყავსო. თუ პირობები ჩვენ არ შევუქმნით, თავისთავად უბრალოდ წყალს მიცეთ საშუალება გავხაროთ, იქით წავა საიდანაც დახრილია. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს კარგად უნდა გავიაზოთ. მეცნიერების ძირითადი ნაწილი წარმოადგენს ძალიან შესანიშნავ ძველ თაობას, მაგრამ ახალი თაობა ყოველ შემთხვევაში ვერ გავსდით იმ რანგისას,
რაც ძველი თაობისა ყავს ახლა მაგალითად ბატონი თემური ჩილაჩევის გავს ვეღარ გამეორებთ ახლა ნუ ყოველ შემთხვევაში თუ ასე გავაგრძელებთ ვერ გამეორებთ და მეცნიერებაში სწორედ უცხოეთში მაგალითად თურქეთში და ყველა ქვეყანა ფიქრობს იმისთვის რომ დოქტორმა გაზარდოს დოქტორი ან თავის თოლი ან ცოტათი ნაკლები თუ მასზე მეც გაზრდის ეს ძალიან საოცარ რამე არის მოკლედ ახალგაზრდები ძირითადად მეცნიერებაში არ მოდიან დაბალი ხელფასის გამო მაგალითად მე ძალიან დაბალი ხელფასი მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ბევრი რამ არის ამასთან დაკავშირებული ყოველ შემთხვევაში ისეთ რაღაცები ხდება რომელიც 2006 წლიდან მუშაობ ამ ყოველ შემთხვევაში 2014-დან ოფიციალურად, მაგრამ 2006 წლიდან ყოველ შემთხვევაში ვარ ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებული, TSU-ში ვსწავლობდი და არის ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ის რასაც მე ვიიკვლევ, ეს არის ქართული სახელმწიფოებრებისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს უპირატესობა არ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რაღაცა ნაწილისთვის და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შესაბამის ხელმძღვანელობას ეს უნდა გავაცნო. და ამის შესახებ მე რამდენიმე პოსტს ვსდებ ხოლმე Facebook-ზე, დღესაც დავდე ამ ხრივ. ამიტომ არასტაბილური პირობა ქმნის სამეცნიერო სისტემის ჩამორჩენას და ყოველ შემთხვევაში ის მეცნიერები, რომლებიც ახლა ჩვენ გვყავს, იმასაც ვერ შევინარჩუნებთ შემდეგში და მე ვემოვნები, ეს არის ძალიან დიდი თვითმკვლელობა. ეს უდრის რომ მოვიდეს ინტერი და ომი დაგიწყოს და მთლიანად გაგანადგუროს. ეს არის ტროას სქემის ერთგვარი ფორმა, შეიძლება ხალხმა არ იცის ტროას სქემის ზოგმა. ტროას სქემი არის ვირუსის შეყვანა. ეს ტროას სქემი მოდის ჰომეროსის ილიადა და ოდისეიდან, რომ ვერ უგებდა ომს საბერძნეთი, ასე მარტივად რომ ვთქვათ, აღმოსავლურ ქვეყანას, მაგალითად ტროას და მოიფიქრა ოდისევსმა რომ გაიგეთებინა ცხენი სათაყვანებელი სიმბოლო იყო ტროელებისთვის და შიგ მოათავსა ჯარისკაცები და ასე დააყენა ამ კარიბჭესთან, ანუ ტროას ქალაქის კარიბჭესთან და თავად ეს ბერძნები გაიქცნენ და დაიბადნენ სადღაც შორს. რომ ესე იგი ეს ნიშნად იყო მირთმეული თითქოს გამარჯვების სიმბოლო, ანუ გაიმარჯვა ტროამ და დამარცხდა საბერძნეთი და ამ დროს ტროელებმა შესტომა დაუშვეს და ეს ცხენი შიგნით შეიყვანეს და საღამო ჟამს ამ ცხენში და სივრცე ძალიან დიდი იყო და ჯარისკაცები რომლებიც იყო ცნობილი სათითაოდ მოკლად ხედამთავრები ხან. აი ესა ჩვენთან ეს ხდება. აი მეცნიერების მხრივ ეს ხდება, შიგნიდან ხდება მეცნიერების გაგულვა, ეს მინდა თქვა ეს ტერმინი და ეს არის ტოლი პირდაპირ რომ საქართველოს სახელმწიფო როგორ უნდა განადგურდეს და ომის პროცესია ეს, ომია, ნამდვილად ომია. ამიტომ მრავალი მეცნიერი კვლევარი მიდის უცხოეთში. ჩვენ საერთაშორისო ინტეგრაციაზე მივიღეთ მონაწილეობა, ყოველ შემთხვევაში საქართველოს გაიარა Horizon Europe არის, COST არის, Erasmus და ასე შემდეგ. აი ესენი მალე ჯერ არ არის ეს პროცედურა, მაგრამ მალე დადგება ამ პროგრამების გაუქმებისა. შეიძლება ვიღაცა ახლა გამოგვეხმაუროს და დაიწყოს ამ ხარჯთან სიმსთარას ამბობთ, მაგრამ ამის შემდეგ რაც ჩვენ დაკარგავთ ევროპულ ეს რა ქვია ვიზის თემასთან დაკავშირებით წვდომას, აი ეს ნელ-ნელა მოყვება. ასე მოხდება ეს ნელ-ნელა. საერთაშორისო კონფერენციებზე მეცნიერი თუ ვერ მიიღებს მონაწილეობას, აბა როგორ განვითარდება მეცნიერი? ჩვენ ახლა მიწვეულები ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესი 4 წელიწადში ერთხელ იმართება. ყოველი მეცნიერი ვინც მაღალი დონისა ფიქრობდეს უნდა ამ კონგრესზე მონაწილეობა მიიღოს. ჩვენ ფინანსები არ აქვს. ვეუბნები ქართველებს $10,000-ს ვერ შოულობთ, ორი მეცნიერი ჩავიდეს და აი მოზონილად რომ იმაში ვიყოთ, რა ქვია, 8 დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენ წარმოვიდგინოთ საქართველოსთვის მესმის რომ ქართველებმა მე რომ დავდე Facebook-ზე იმედის ტელევიზიაში გასვლის და ნახვა მილიონზე მეტია და მილოცავენ ბატონო გია თქვენ ეს არ მჭირდება მე მილოცვა და
ლამაზი სიტყვებით შემგობა. კი, მესმის კარგია და დიდი მადლობა ყველა სათითაოდ ჩამოუწერე. ყოველი ადამიანს, მაგრამ ის იქნება უკეთესი, რომ ჩვენ დაგვაფინანსოს ადამიანებმა, რომ ჩვენ წავდგეთ და წავადგინოთ საქართველოს სათანადო მაღალ სიმაღლეზე. აი ეს გამოწვევები არასტაბილური დაფინანსებამ გამოიწვია და ყოველ შემთხვევაში ეს საკითხები უნდა მივაქციოთ ყურადღება კიდევ ერთხელ ვეუბნები ქართველ მაყურებლებს ბევრჯერ დაუფინანსებია ყოველ შემთხვევაში ჩემი წასვლა უცხოეთში ქართველ ბიზნესმენებს უცხოელ ბიზნესმენებს პირადად პიროვნებებს ჩვეულებრივ პიროვნებებს რომელიც Facebook-ზეც ჰქონდათ დადებული ეს განცხადება და მაშინაც ხალხმა ერთი ლარიდან დაიწყო ჩარიცვა და ასე მოხდა. ყოველთვის ამას ხო ვერ გავაკეთებ. ბოლოს და ბოლოს მეც მწვენია რომ ასე მდგომარეობაში ვარ რომ ასე მათხოვრად ვიყოთ მეცნიერები რომლებიც ამას უნდა აკეთებდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ რიგში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე ოთახი მაქვს და შევიხედე ერთ დღეს და გამოხდა რომ ჩემ ოთახში კომპიუტერები რომელიც ორი იყო გადაწყვიტეს ისე ჩემი კომპიუტერები გარეთ გაუტანიათ სხვა ოთახში და შემოტანიათ პოლონეთის ცენტრის რაღაცა წიგნები. აი ასე არავინ არაფერს არ გეკითხება. მე მეუბნებიან თქვენთან ჯერ სახში სახლიდან იმუშავებ კი ბატონო სახში დავждები მაგრამ ცენტრში მაქვს 1000 სამუშაო საქმე რომელიც გადაიცვალა ცენტრის ხელმძღვანელი კაპიტანი ნანიჭანიშვილი და ეს ცენტრი არის ენა ლოგიკა და მეტყველება სადაც ჩართულია როგორც ენათმეცნიერება და მათემატიკა და ლოგიკა. აი ესეთი რომელიც ცენტრი მოღვაწეობდა სხვადასხვა მიმართულებით, ბევრი მათემატიკოსი მონაწილეობდა ამ საერთაშორისო კონფერენციებზე და ქართული ღონისძიებებში ღებულობდა და აი ახლა მე დავში ერთი ამ ცენტრში და გავიხედე რომ მივდივარ და ჩემს ოთახში სხვა ნივთები დევს. მიხარით ბატონებო, ეს როგორი ფორმა არის საქართველოში მაინტერესებს რომ მეცნიერს მუშაობა ყოველ შემთხვევაში ისაც წირი მაქვს მე სამეცნიერო სამუშაოში ჩემს სამშვილს კიდევ მეორეჯერ ვიმეორებ და ბოძის გიხდით რომ ჩემს საკუთარ სამშვილს საკუთარ შვილები მაგრამ სამშვილს არ ყოფნის ის მას რაც მე მაქვს მაგრამ მუშაობ კიდევ ვეუბნები ქართველ იმ Facebook-ზე ვინც მე მადლობას ვეუბნება ყოველ შემთხვევაში დიდ სიტყვებს ფარდოვანს ეს არ გამოვა საქმე ჩვენ ასე საქმე წინ ვერ წავიძებთ თუ პრაქტიკულად არ ვიმუშავებთ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე გეუბნებით ქართველებო ნუ შეიძლება მე ვიფიქრო ძალიან სერიოზულად საქართველოს დატოვებაზე ნუ ყოველ შემთხვევაში სული ამონდრა იმდენი გავაკეთე ქართული სახელმწიფოსთვის 4000-ოვანი ისტორიაზე ყოველ შემთხვევაში როგორც ეკონომიკური მათემატიკური მოდელირებაზე ვიმუშავებ ბატონ თემურთან ერთად და ერთი დისერტაცია დავიცავთ მეორე დისერტაციას ვიცავ ანუ აქედან გამომდინარე რამდენი შრომა საერთოდ არ ამცავია არაბისთან კონტაქტისთვის იმიტომ რომ იმდენად ვარ ჩართული სამეცნიეროში თუ მე აქ სულს ამომხდია პირდაპირ მნიშვნელობით ბოლოს და ბოლოს უნდა წავიდე ვეუბნები ქართულ პატრიოტებს რომ რაღაცას ამბობენ რომ როგორ არა უკაცრავ ყველაფერი კარგად არისო მე 20 წელიწადი სულს ხდია მაგაი რომ გითხრათ ყოველთვის მე პრობლემები მაქვს სამეცნიერო მოღვაწეობაში ბოლოს და ბოლოს ვინმე ყურადღება მომაქციოს კაცო როგორ შეიძლება მე ამდენი შრომა გავაკეთე საქართველოსთვის და ესე იგი წუხეთ ხელი ღამე ვერ ვიძინა ნერვულობისგან აი ვერ დავიძინე მე იმიტომ რომ არ ვარ მე ის მეცნიერი რომელიც ვინმესთან შევიკრა მე არ ვარ იმ ტიპის მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც წერს და კითხულობ არ თამაშობ არასთან არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა არასოდეს მქონია პრეტენზია არაფერზე მე მამუშავო კაცო მამუშავო ჩემ სამეცნიერო საქმიანობაში რომელიც მე მიყვარს ვეუბნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს წერილიც მივწერე ბატონ ჯაბა შთამშიალს გთხოვთ რომ მომაქციოთ მე როგორ უნდა ვიცხოვრო 500 ლარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმის გამო არ გეუბნებ მე მონაწილეობას რომ 1000 ლარი დამინიშნო და მე რაღაცებში სხვა მიმართულებით დავიწყო მუშაობა ბოლოს და ბოლოს თუ გინდათ მოკვდები ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ თუ გინდათ ეს ბატონო დარიჯერ თვალთაცესაც მიმართავ რომ გაიტანოს ჩვენი დეტალიეს
გაიტანო ჩემი ოთახიდან სხვა წიგნები, რომელიც მე ვიგებ არასწორად მოაქვს მასალები. პოლონეთის ცენტრი გახსნა სხვა იმაში, რა ქვია, ოთახში. ბოლოს და მოგვდე კაცო. არ არის არგესმით ამ ქვეყანაზე, რომ რამდენი რამ გავაკეთე საქართველოსთვის. აი ასე თქვა მე ყველაფერი. ბოდი შემხრი. ბატონო გია ვთქვათ არის ისა არახშპოთეს მე თქვენ ისტორიიდან გახსოვთ რომ 30-იან წლების დასაწყისში დიდი ივანე ჯავახიშვილს ორაგველიძე და სხვა ეგრეთ წოდებული ესე იგი განათლების კომისრები რექტორები არ უშვებენ აუდიტორიაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რა თქმა უნდა ამაყობს ჯავახიშვილით, მუსხელიშვილით, ილია ვეკუას მოვა დრო და იამაყებს ასევე გია კვაშილავაძე რომელიც არის კურსდამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომელმაც დიდი შედეგები მიიღო ენათმეცნიერებაში, ისტორიაში და დღეს წარდგენილი აქვს ბრწყინვალე დისერტაცია გამოყენებით მათემატიკაში, რომლის მსგავსი საქართველოს არ არის დაცული. და ეს დისერტაცია შეიძლება იმ დონის არის, რომ შეიძლება დაიცვას კემბრიჯში და ოქსფორდში. ამიტომ მე ვთხოვთ, მე არა ვარ რა თქმა უნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მაგრამ ვარ ქართველი და ამიტომ მე ვთვლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმა მატერად. და თქვენ უნდა იამაყოთ, რომ ასეთი მეცნიერი, როგორც გია კვაშილავა, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი. ასევე ბატონო ვახში მე მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო, ასევე ძალიან ცნობილი მეცნიერისა, ეს მათემატიკოსი არის, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი ფაკულტეტის მათემატიკის კათედრის გამგე იყო, ძალიან ღირსეული, მაღალი ციტირების ინდექსი და შემდეგ და როცა ის წლების განმავლობაში გრანტებზე წარადგენდა ნაშრომს, გრანტის მოსაპოვებლად რუსთავის იმაში, ერთი-ორჯერ მოიგო, მაგრამ ხშირად სხვადასხვა მიზეზის გამო, რომელიც მეც ვიცი, რადგანაც მე ვიცი, რომ იქ ბევრი ძალიან კარგი წარდგენილი პროექტი არ იყო დაფინანსებული, როგორც მიხეილ სააკაშვილის დროს, ასევე ბატონი ბიძინას დროს, სხვადასხვა მიზეზის გამო, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მიზეზის გამო. მერე ეს პიროვნება წავიდა ბატონო მოწვევით არაბთა გაერთიანებული ემირატებში და იქ არის არაბთა გაერთიანებული ემირატების უნივერსიტეტის პროფესორი და ეს უნივერსიტეტი ბატონო ვახში არის მსოფლიო რეიტინგში 229 დღეს. თქვენ გახსოვთ რომ არაბთა გაერთიანებული ემირატები როგორც სახელმწიფო შეიქმნა 1971 წლის 2 დეკემბერს. და უნივერსიტეტი კიდევ უფრო გვიან, ხო? ეს უნივერსიტეტი, რომელიც რა თქმა უნდა ფლობელი, ისე იგი სახელმწიფო და იქ ემირატებში იცით შეიხებია ისე უბროსი, ამ უნივერსიტეტში რა ჭკვიანურად არის სასწავლო სამეცნიერო პროცესი. აი მინდა გითხრათ, ვიმეორებ 229 ადგილზეა, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 უკვე რამდენი წლისაა, ხო? 100 წელზე მეტისაა, ხო? 107, ხო? შესაბამისად, ის ქვეყანა არის სულ აი 72 წლიდან. რეიტინგი უნივერსიტეტის არის ბევრად უფრო მაღალი. რადგან სამწუხაროდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგი 1500-ზე უფრო დაბლა. როგორ ხდება? რა თქმა უნდა, მათ ადგილობრივი კადრები არ ყავთ. უნივერსიტეტში. ახლა უნივერსიტეტის რეიტინგის კრიტერიუმი სხვადასხვა პოზიციით მოდის. მათ შორის ციტირების რაოდენობა ერთ პროფესორზე, დამსაქმებლის რეპუტაცია, უცხოელი პროფესორი მასწავლებლების რაოდენობა წილი, უცხოელი სტუდენტების მრავალფეროვნება, გეოგრაფია ქვეყნების, მდგრადობა უნივერსიტეტის, აკადემიური რეპუტაცია, დასაქმების შედეგები, ფაკულტეტების სტუდენტთა წილი, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ქსელი და საერთაშორისო სტუდენტების წილი.
აი იქ ყველა ესე იგი პროფესორი მასწავლებელი გარედან არის მოწვეული უდიდესი კონკურსით. მაგალითად, გამოთავისუფლდა ადგილი პირობითად, ესე იგი აზიის ისტორიის ხაზით პირობითად. შესაბამისად, შემოდის სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 300 ისა განცხადება. მე ეგრეთ წოდებული list short-ი, ანუ მოკლე იმაში, არც შეარჩევს კომისია, იმათიდან მეორე იმის კონკურსის შედეგად 5 შეარჩევენ, მესამე კონკურსის შედეგად 3 შეარჩევენ და მე უკვე ეჩი არის, როგორც იტყვიან, ეს უკვე ადგილობრივი უნივერსიტეტის მენეჯმენტი შეარჩევს in earth. ყველა პროფესორი იქ არის უმაღლესი დონის. მართალია, არც ერთი არ არის. არაბები არიან, თქვა, ეგვიპტედან ისე როგორც ყובה ეს პიროვნება, რომელსაც მოხსენება გააკეთა ვენკუვერის ინსტიტუტში. სამაგიეროდ რას ეუბნებიან? როგორ წევენ ისინი უნივერსიტეტის რეიტინგს? იციან, რომ ახლა რადგანაც სტუდენტები, არ არის მაღალი დონის, ადგილობრივი არ არის სტუდენტები, მაგრამ პროფესორა ყავს მაღალი დონის. შესაბამისად, ხელფასები არის ბატონ გიამ რომ თქვა ხელფასზე იმ მათემატიკოს რომელსაც იმას ხელფასი ქონდა 4-ჯერ მეტი 2000 ლარი კათედრის გამო უმაღლესი დონის, მაგრამ 2000 ლარი რა არის დღეს ბაზარზე წახვალდა ეს იქ გაცილებით მეტია, მაგრამ სამაგიეროდ ითხოვენ 2 წელიწადში 4 სტატიას. ის სტატიას არა, რომელსაც ითხოვენ ლესიჯინე და ლაგოდეხის ჟურნალებში და ესე იგი მაღალი დონის მეცნიერი თუ აქვეყნებს სტატიას კარგ ჟურნალში და მეორე, მესამე, მეოთხე სუს ჟურნალში მიდგომა ხელფასი ერთნაირი არა. იქ ითხოვენ ეგრეთ წოდებული Q1 ჟურნალი, ეს არის მსოფლიო საუკეთესო ჟურნალის 25%-ში რომ შედის, Q2, Q3, Q4. მაგრამ ითხოვენ ზუსტად 4 სტატიას 2 წელიწადში Q1 ჟურნალიდან. როგორც კი აქვეყნეს, თუ ვერ გამოაქვეყნა, მე გადაყავ დაბალ პოზიციაზე, მე უშვებენ. სამაგიეროდ ეხლა კარგი მეცნიერი აქვეყნებენ და უნივერსიტეტის რეიტინგი ყველა აწერს ხელს, რა თქმა უნდა, გამოქვეყნებულ სტატიას, ესე იგი United Arab Emirates University, ანუ უნივერსიტეტის რეიტინგი იწევა. ჩვენ მაგალითად მე ხარ წარმოადგენს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც ავტონომია არ არსებობს. დღეს დაინიშნა ახალი რექტორი, ცხადია იურისტი. დაინიშნა რა, კონკურენცია მოახსნევინებს ხეს. ესე იგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გინდა გამოაქვეყნე Q1-ში, გინდა ლესიჯინის ჟურნალში. ხელფასი ერთნაირი გაქვს. რომელი პროფესორი დარჩება ახალგაზრდა აქ? არავინ არ დარჩება. ბატონ გიას წასვლა საქართველოსთან ესმის რამხელა განძია ეს განათლების მინისტრი, რომელიც ხან დოქტორანტია, ხან დაცულია, ხან ახლა იწყებს და რობაკიძე, რომელიც არის ისე იგი სამწუხაროდ აი ამ დოქტორანტების როგორც ერთ-ერთი კიდევ სახელმწიფო უნივერსიტეტი ისა რა თქმა უნდა თანამდებობას ედუკაცია მიანიჭებენ მერე. ამიტომ მე მიმაჩნია რომ ჩვენ ველოდება კატასტროფა. აი ახლა რადგანაც ეს ჩავამთავრო ეს საკითხი. ბოლო კვლევა არის UNICEF-ის. ახლა ზოგიერთს გაუნათლებელს უხაროდა რომ ტრამპმა დახურავა UNICEF-ი. რა უხარიათ რომ არ გამოჩნდეს რომ აქ დონე არის პიტიკანტროპული? UNICEF-ის ბოლო კვლევის მიხედვით ქართველ სტუდენტებთან მეოთხედი ანუ 25% მეოთხედს გაუჭირდა აზრების დაალაგებულად გადმოცემა. ან სრულად ვერ გამოხატავენ აზრს. მეორე მონაწილეთა მესამეს 33 პერიოდში პროცენტი გაუჭირდა დამაჯერებელი, დასაბუთებელი აზროვნებასა და დებატებში გამოცდილების ესე იგი ნაკლოვანებზე მიანიშნებდა. მესამე მონაწილეთა უმრავლესობას ახერხებდა საუბრის, შინაარსის მიდევნებას და დისკუსიაში მონაწილეობას. თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს უჭირდა სხარტად საუბრის დროს გრამატიკულ შეცდომებს უშვებდა და ჟარგონს იყენებდა. ჟარგონი დღეს მიღებულია პარლამენტში, ჟარგონი მიღებულია სამინისტროში, მიღებულია დანიშნული რექტორების, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკურ კომისრებს
და ბუნებრივია სტუდენტიც იყენებს ჟარგონს. ის მასწავლებელი პროფესორი როგორც გია ყვაშილავა წესიერი კაცი, განათლებული კაცი თუ ვერ იყენებს ჟარგონს, არ არის ჩვენიო იწყვიან, არ არის ჩვენნაირიო. ამიტომ მე ესე იგი და კიდევ მეოთხე სრული კატასტროფა ეს უკვე ხელისუფლების ბრალია, ეთნიკური უმცირესობის წარმოადგენლები არ ფლობენ ქართულ ენას სათანადოდ, რაც საჭიროა მათი მონაწილეობისათვის აკადემიურ პროცესში. ბევრ უნივერსიტეტში, მათ შორის სოხუმის, სხვა უნივერსიტეტებში ბევრია ეს აზერბაიჯანის ომხები, რაც კარგია, მაგრამ ისინი ახლა არიან მათ შორის მათემატიკის, ფიზიკაში, ქართული არიციან კარგად. ეს უკვე მათი ბრალი არ არის, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ბრალი, რომელმაც ადგილზე სკოლებში უნდა ასწავლოს ქართული ენა. ამიტომ თითო დარჩენილი მეცნიერებს დაახლოებით 200-ია საქართველოში დარჩენილი მეცნიერი, როგორც ბატონი გია არის. თუ ჩვენ არ მოვლით, მაშინ რა თქმა უნდა იქნება ის დონე, რა დონე არის ჩრდილოეთ კორეაში. მეცნიერი არ იქნება მოაზროვნე ადამიანი, კი ბატონო, მათი მართვა იოლია დაურიგებენ რაღაცა იმას არჩევნების წინ, არჩევნების ბრწყალებში და რა თქმა უნდა მიიღებენ პარტიულ თანადგომას 100%. ბატონებო, ქალბატონებო, ხედავთ რომ ძალიან ძიმე პირობებში გვიხდება მუშაობა, არსებობა, ცხოვრება. მე ძალიან მოკლედ გეტყვით. არ მახსოვს 20 თუ რაღაც წლების წინ ღამის 12 საათზე წამყვანი იყო რექტორი სამხატვრო აკადემიის და მას სტუმრად ყავდა ახალგაზრდა არავისთვის ნაცნობი მაშინ არ იყო უცნობი პიროვნება გია ყვაშილავა. და აი იმ ღამით შვაღამეზე, როცა ძალიან ცოტა იყო ალბათ მაყურებელი, მაშინ არ ვიცი რატომ გაბედეს და საზოგადოებას უთხრეს, რომ აი ჩვენ გვყავს ასეთი კაცი, რომელმაც 100 თუ 200 წლის მანძილზე არსებული პრობლემა კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილი დისკო გაშიფრა, რომ მან მოსწავლეობიდან 20 წლის მანძილზე უტრიალა აი ამ პრობლემას და მოუნახა გასაღები და წაიკითხა და იმ ღამით მან წაიკითხა ის რაც იქ იყო დაწერილი ლოცვა და რომელიც ფაქტიურად იყო იმ ძველ ქართულ კოლხურ ენაზე. ესე იგი საოცარი აღმოჩენა იყო და მე დაწუნებული ვიყავი რომ მეორე დღეს ესე იგი უამრავი რეაქცია იქნებოდა გადომილა არც ერთმა სატელევიზიო კომპანიამ ამას არაფერი არ მიუძღვნა და შემდეგ ესე იგი მე სულ ესე იგი ვაკვირდებოდი ამ ივენტმა გაახმოვანა გაჟღერა 2006 წელს პირველად 2006 წელი იყო მაგრამ მე ვეთქვი ტელემაყურებლებს რომ ამ ხრივ კი არ არის საჭირო პრობლემა არამედ დახმარება გვჭირდება მეცნიერებს ყოველ შემთხვევაში Facebook-ზე რომ მადლობას ვიტყვი მაგრამ ჩვენ გვჭირდება სამეცნიერო კონფერენციაზე ან საერთაშორისო კონგრესზე მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესზე გავემგზავროთ მეცნიერები და რაღაცნაირად დავეხმაროთ ბიზნესმენებმა მე მახსოვს რადგანაც გაკვირდებოდით რა თქმა უნდა დისტანციურად მე მახსოვს თქვენი თხოვნები რომ არიქა დამაფინანსეთ სადღაც სამეფო ამერიკაში არიქა დამაფინანსეთ და ამერიკაში კულტურის მინისტრები იყვნენ განათლების მინისტრები იყვნენ პრემიერ-მინისტრები რამდენი იყვნენ კაცო როგორ შეიძლება არ მიაქცია ამას ყურადღება კაცო ბატონო ვაში იტყვიან რომ ფონდში რატომ არ არის შეტანილი არ არის ის თანხა საკმარისი არ არის თანხა დაწერილი საერთაშორისო კონგრესზე რომ მიიღო მონაწილეობა რუსთავის მე რომ ის ფონდში ჩავაყენო ეს ისა მასალა ჯერ ერთი კიდე მთელი პროცედურა მომავალ წლის ბოლომდე არ იქნება სად იქნება თანხები როდესაც პარლამენტის წევრებს და აი მათ მონებს 10-15-20,000 ჭირდება ხელფასი და იმას ავსებენ პირველ რიგში. ნაღდ მეცნიერს 1000 ლარიც არ აქვს და და რატომ საერთოდ როგორ მოხდა ისა უნივერსიტეტის ამ
ჩვენი სასიქადულო სამეცნიერო ცენტრის რექტორად ეს კაცი, რომელიც საერთოდ გაუგონარია ჩემთვის როგორ აღმო ჩვენ სამეცნიერო წრეებში, გაწო. და ამისთანა აი ისტორიკოსების მიერ ჩაქმნილი ისტორია გვაქვს ჩვენ და იმიტომ რომ წინ ვერ მივდივართ. ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა რადგან დანიშნულია ბატონო ვახში უნდა ხელმძღვანელოს ხელმძღვანელმა გამაროს მეცნიერება კარგად ის იმართება ეგრე კოიბაზი კობახიძეს კითხავს გიას დაუნიშნო ხელფასი თუ არაო არ კითხავს რა თქმა უნდა პრობლემა არის და თორე რო კითხო შეიძლება იმან უთხრას იურისტი თუ იქნებოდა გია მაშინ მაგრამ ის იმას პრობლემას არ უქმნის და თავისი არა კაცო ხელფასი არ უნდა ჩემ ოთახში კომპიუტერები ხონდა ჩაწერილი ისა რაღაცები ნივთები ხონდა და დავკარგე ვინ არის ამის პასუხისმგებელი რომ მეორე ოთახში გაიტანეს მე მინდა ჩემზე შეუთანხმებლად გაიტანეს უნივერსიტეტიდან ერთი ოთახიდან მეორე ოთახში მასალები ჩვენ ბატონო გია ბატონო თემური ძალიან ბევრი საყვედურობს იმაზე რომ ჩვენ ბევრ ნეგატივს ვამჟღავნებთ ამ ხელისუფლების მიმართ და რატომღაც ისინი არღებულობენ ჩვენგან იმ ინფორმაციას რომ ჩვენ ასევე ნეგატიურად ვართ განწყობილი წინა ხელისუფლების მიმართ. მათ დაიწყეს დანგრევა. ბატონი კობახიძე მოხსნეს წინა ხელისუფლებამ პროფესორი კაცი მოხსნეს და თვითონ ხო იცის რომ ასეთი მდგომარეობა ხდება ხოლმე უნივერსიტეტში. ანუ განთავისუფლა სააკაშვილის დროს განთავისუფლეს რაღაც შეხედულების გამო და აქ უნივერსიტეტში ხო უნდა შეხედონ ერთხელ სამუდამო ხო უნდა სხვა რაღაცა მინდა. მე მინდა თქვენ ორმა პროფესორმა მითხრათ რა განსხვავებაა თქვენი კუთხით მეცნიერების მიმართ განათლების მიმართ ამ ორ ხელისუფლებას შორის ოცნების ხელისუფლება და ნაციონალების ხელისუფლება რომელი ხელისუფლება შეიძლება გამოვყოთ რომ უკეთესი იყო ნუ მე მინდა აქ ვიყო ობიექტური მე ჩემსაც კი ბატონო ბოლოს თუმცა თავიდანვე შემიძლია მე ვფიქრობ რომ ესენი აბსოლუტურად ერთნაირად მართავენ ქვეყანას ერთნაირად უდგებიან ყველაფერს მათ შორის მეცნიერებას მათ შორის ესე იგი გამორჩეულ ადამიანებს ამათ ორივე ერთ-ერთი ვერიტანს ავტორიტეტებს ეს მეცნიერული ესე იგი სოფლიო დონის მეცნიერია და რა თქმა უნდა არაწყობთ იმ მეცნიერებს რომლებიც უძურებიან ამ ხელისუფლებას მაშინაც ასე იყო და ამიტომ ესე იგი ეს უნდა დაჩაგრონ მე მას რამოდენიმე მაგალითი და ეს ახლა უხერხულია ვერ მიტყვი ახლა მაგრამ როგორ არის დამოკიდებული თვითონ მეცნიერები და გაოცებული დარჩი კაცო როგორ ამხელა აღმოჩენებია კაც ამხელა ჩვენი ისტორია გაგვიმდიდრა ჩვენი ეს ის არის ქრონოლოგიური ესე იგი ჩვენი დასაწყისი 1000 წლით გაზარდა იქეთ და მსოფლიოში გაგვიხანა როგორც ესე იგი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ენათ მეცნიერებაში და დამწერლობაში და ნუ რა ვიცი ახლა არ მინდა ყველაფერზე ვილაპარაკო შეიძლება რაღაც შემეშალოს იმიტომ რომ მე ამის პროფესიონალი არა ვარ მაგრამ ის რომ ამ კაცმა მთელი ევროპის ცნობილი მეცნიერების მიერ ვერ გაკეთებული ვერ ამოხსნილი ამოცანა ნუ თუ ეს საკმარისი არ არის რომ ეს კაცი ხელის გულზე ატარო ხელისუფლება მინდა კაცო ხელის გულზე შემიშლია კითხვას განძლიერებ აი ამ ორი ხელისუფლებიდან იმიტომ რომ ჩვენ ამას ძალიან ბევრი ესე იგი საყვედურობს აი ნაციონალები უარესები იყვნენ მე ვიცი რომ ისინი ცუდები იყვნენ მაგრამ მე ვერ ხედავ რომ ესენი უკეთესები არიან თქვენ როგორ ხედავთ ბატონო ვახში მე ახლა რა თქმა უნდა როგორც ყველა არა ნუ ცოტა უნდა ახსნა იმიტომ რომ მე ესე იგი ორივე ხელისუფლება პირადად მე დევნიდა მიხეილ სააკაშვილის დროს მე ორი ღამე ციხეში ვიჯექი რადგანაც ხო გამაჩნდა განსხვავებული აზრი მე ვიყავი ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრი და შესაბამისად პოლიტიკურათაც დევნიდან მაგრამ აქ უკვე სხვა კუთხით მინდა მე აღვნიშნო მე ახლა ვარ სოხუმელი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ყველაფერი და
განათლების სფეროში მაგ ქონდა დაგროვილი დიდი გამოცდილება 12 წელი ვიყავი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, დიდებული რექტორი ოთარ ჟორდანიას დროს. შემდგომში როცა 2009 წელს გამოცხადა არჩევნები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად, მე გარკვეული მქონდა ესე იგი პრეტენზია, რომ და მივიღებულობდი მონაწილეობას არჩევნებში. ხოლო მოქმედი რექტორი იყო წარმოადგენელი მიხეილ სააკაშვილის ბატონი ჯონი აფაქიძე. და არჩევნებამდე 5 დღით ადრე მოვიდა განათლების მინისტრი. ახლა კაცი ციხეში ზის და არ მინდა ახლა სოხუმელია თან ნიკა გვარამია. არჩევნები იყო უნდა ჩატარებული 22 მაისს, 18 მაისს ნიკა გვარამია შეხვდა აკადემიურ საბჭოს, რომელიც ირჩევს, ფაქტურად ნიშნავს რექტორს. და აქ ვიყავი მე კანდიდატი, მოქმედი რექტორი ის კანდიდატი და პირდაპირ გვარამიას მე ვიცნობდი, აქ ის ახალგაზრდა შედარებით ჩემთან და მქონდა ურთიერთობა ორივე წინააღმდეგი ვიყავით შევარდნაძის პოლიტიკის. მე ჟვანიას გუნდიდან ის სააკაშვილი. მიუხედავად ამისა, გვარამიამ ჩემ დადასრებით უთხრა აკადემიურ საბჭოს. მე ვარო სახელმწიფო წარმოადგენელი, განათლების მინისტრი. ჩვენ რექტორად გვინდა ვაფაქიძე. მე ავწიე ხელი. ახლა მე ომის მონაწილე ვარ და სოხუმში რუსებს არ უშინდებოდი ახლა ეს. მე უთხარი ბატონო ნიკა, ჩვენ რომ ერთად ვიდექით შავარდნაძის პოლიტიკის წინააღმდეგ, ჩვენ როგორი ღირებულებები გვინდოდა ევროპული აშემდა, ხო? მოსულიყო რატომ დემოკრატია დაშევდა. და თქვენ სახელმწიფო სახელით ლაპარაკობთ აკადემიურ საბჭოს წევრებს ეუბნებით ისა. ხმა ამას მისცა, რომელი დემოკრატია ეს ერთი. ნუ ცხადია აფაქიძეს ყველა მისცა ხმა. ახლა ასევე 13 წელს მორიგი არჩევნები რომ იყო, ოცნებამ რომელსაც მე მივესალმე, რადგანაც სააკაშვილის პოლიტიკის წინააღმდეგი ვიყავი. მივესალმე მაშინ 13 წელს იყო არჩევნები კვლავ. და ოცნებამ ხარი დაუჭერა ნაციონალური მოძრაობის კადრს აფაქიძეს. რადგანაც ოჰაბიტაცია არის. და 17 წელს სულ გარედან მოიყვანეს კაცი, რომელიც როგორც ესე იგი ამ საკითხში ჩახედილი კაცი ლაპარაკობს ბატონი ესე იგი უჩა მამაცაშვილის თხოვნით მოიყვანეს პიროვნება, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტში არ უმუშავია მანამდე და დასვეს პირდაპირ რექტორად. ამიტომ განათლება და მეცნიერებაში ამ დარგში მიხეილ სააკაშვილის მიდგომა და ოცნების მიდგომა ერთ და იგივეა, დამანგრებელია. გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონია, თქვენ როგორ ფიქრობთ? არა, როგორ ვიფიქრო, სერიოზულად ვერ ფიქრობ, ანუ მე არ ვარ ახლა შვიდი განწყობილებით კი ვხედავთ თქვენ, მაგრამ აღელვებული ვარ ყოველ შემთხვევაში რა უნდა გითხრათ, რომ ჩემი ნამუშევარი მასალები დავკარგი კომპიუტერში და ის მასალები, რომელიც მე საქართველოსთვის რაღაცა მქონდა მომზადებული კიდევ ახალი კვლევა, გაშიფრვა, თავიდან ხო ვერ გავაკეთებ ამ გაშიფრვას, კომპიუტერშია შენახული იქ ნაწილი ახალი დისერტაციის, დისერტაციის მასალები და ყველაფერი. ვინ ამინაზღაურებს მე ამ ყველა მასალას, რომელიც კომპიუტერში შეიძლება წაშლილობას და კიდევ მე შეგნით ოთახში მქონდა სხვადასხვა ნივთები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვას და ყველას ვეუბნები. გთხოვთ რომ ჩემი ოთახი აბსოლუტურად როგორც იყო ერთ კვირაში მე დავხდეს მზად. სხვა შემთხვევაში მე მიმართავ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და გამიხილავ ამას იმ კუთხით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებას კლავენ. ყოველ შემთხვევაში შემთან ეს დამოკიდებულება. სახში დაჯიკიტო მეუბნება კაცო, სახში დაჯიკიტე იქიდან მუშაობ. სახში ვზივარ და სახში ვმუშაობ მე დღე და ღამე. და უნივერსიტეტში, მაგრამ ის მასალები, რომელიც საუნივერსიტეტოა, ძირითადად მე კომპიუტერში ვინახავ და წარმოიდგინეთ ახლა მე როგორ განწყობილებით უნდა ყოფილიყო, კარს გავაყე კარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მერვე კორპუსის 300 ოთახი
და შევდივარ ოთახში და ჩემი კომპიუტერები არ არის და შემოხრილია პოლონეთის ცენტრი. ან პოლონეთის ცენტრი არის უპირატესობა ახლა საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როცა სხვა ოთახები შეიძლებოდა გამოყენებულიყო და მე მუშაობ ყოველ შემთხვევაში ქართულ კულტურაზე, ქართულ ენაზე, მათემატიკურ მოდელირებაზე, კომპიუტერზე და ასე კომპიუტერულ სიმულაციებზე მუშაობ ჩვენ ყველა და შედეგი გვაქვს ამ მხრივ და ასე ლინგვისტური შედეგები რომელიც თქვენ ბრძანეთ აკლასის ხაზოვანი წარწერების ამოკითხვისას ზოგ მეცნიერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი შრომა არ აქვს საკითხული და რომ ჩაიხედონ მათი ციტირების ინდექსი ნულია და მე ხმას ამოიღებენ და ამბობენ რომ კვაშილოვას რაღაცა თვითონ აქვს მოგონილი ერთი ნაშრომი თუ აქვს საკითხული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თავად რედაქტორია და თავად რედკოლეგის წევრია რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან სულ ფეხდება ჩემი ნაშრომები აკლასის ხაზოვანზე რომელიმე მაიღო და წაიკითხა აი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბატონო ჯაბა თქვენ გიმალავენ თქვენს ქვეშ ყოფი ხალხი თქვენ სახელს იყენებს და თქვენ მერე შემდეგში იქნებით არასწორად წარმოდგენილი გადახედეთ მართვას ძალიან მარტივი მართვა არ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა თქვენ უნდა აკონტროლოთ თლიანად რა ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თქვენ ვერ ხედავთ ამას ყველა დეკანი მოიწვიეთ ზოგი იყო ისეთი დეკანი რომელიც არ შეიძლებოდა ფაკულტეტის ხელმძღვანელა მე ეს ყოფილმა დეკანმა მოინდომა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი გამხარიყო სული უფრო ის არის პროფესორი ხელფასებს და მე მეუბნება 500 ლარი არ უნდა კონდესო და თვითონ ის 2500 ლარია თუ რამდენია ის არ ყოფნიდა სამარცხინოდ ჩავარდა ეს ქალბატონი მე იმაში არჩევნების დროს იმიტომ რომ გამბედავმა ისტორიკოსმა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ყველაფერი პირში უთხრა რა იყო ეს ქალბატონი უსიცხვილ არიან და ეს ქალბატონი თანამშრომლობს კიდევ სოხუმის უნივერსიტეტთან მსგავს ადამიანებთან და ესე იგი ეგრეთ წოდებულ დისერტაციებს იცავენ აქედან გამოასყარენ კურსიდან იგი ჩაასყარენ დისერტაციის რაღაც ნაწილს და აი ესეთი ხალხი არის ზოგიერთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ ქალბატონს დაცული აქვს დისერტაცია ისეთ საკითხზე რომელიც ერთი ბელორუსული მწერალი ბელორუსიაში თუ იყო ვიღაცა მე საერთოდ არ ვიცოდი ქართულ ურთიერთობებს თუზე და რამდენი უნდა ყოფილიყო და ამის ურთიერთობებზე აქვს დისერტაცია საკანდიდატო დაცული ну ყოველ შემთხვევაში ასეთი ხალხმა უნდა მართოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისა მე ამომაბეშტინა ამ ქალბატონმა 10 წლის წინ მთელი ნაშრომები მივიტანა და რამდენი 3 თვის შემდეგ უხელფასო დამტოვა დაახლოებით 8 წლის განმავლობაში აი ამაზე პასუხი აქვს ვინმე თორემ მე თუ გაბრაზდი საკმაოდ შემიძლია საერთაშორისო ურთიერთობებით ეს საკითხი ღრმად ავწიოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერ ვიპოვე კაცო ვერავინ ისეთი რომელიც დამამშვიდებდა და გუში მთელი დღე დავდიოდი აქეთ იქით ბატონო ნაციონალების დროს რამე უკეთესობა იყო მე არ ვიცი ბატონო ვახში მე პოლიტიკაში ვარ ბრმა მე მუშაობდი ახლა გამოვყავი თავი რომ გითხრათ საზოგადოებაში უდურვე ყოველთვის სამუშაო ჰქონდა სამეცნიერო ნაშრომებს ვაკეთებდი და წიგნები ჰქონდა საკითხი 46 ქვეყანაში წავედი მუზეუმებში დავდიოდი და ეს იყო ჩემი საქმე და ამას ვაკეთებდა ესე თუ პოლიტიკაში ისეთ ხალხს მოიყვანენ როგორც ნაციონალობის დროს იყო ასეთ დროს თუ გვაწუილებენ ხარის დაცული აქვს ხალხს თუ არ აქვს დაცული ასეთი ხალხი როგორ შეიძლება მე როგორ უნდა გამიგოს ამ ხალხმა ერთი არის კიდევ ბატონო ბახში დადებითზე თქვა არ შემიძლია ესე იგი რა თქმა უნდა როცა მართვა და უნივერსიტეტის რაღაცა კერძო უნივერსიტეტებს იქ რა თქმა უნდა ფლობელი ამას განსაზღვრებაში მაგრამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის ერთი ნათელი წერტილი ჩემი აზრით ეს არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სადაც კოლექტივი აღმოჩნდა მაღალ დონეზე ავტონომიის კუთხით იქ წლებია კოლექტივის მიერ მართლაც არჩეული რექტორები მართავენ მიუხედავად იმისა რომ ვთქვათ ხელისუფლებას არ მოწონს ეს ისა მეტიც მგონი გასულ წელს იყო ეს უნივერსიტეტი რეიტინგები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ მეორეა და ესე იგი იქ არიან კარგი მეცნიერები და ავტორიზაცია არ მისცეს უბრალოდ მისცეს პირობითი ავტორიზაცია პოლიტიკური ნიშნით ერთი წლით როცა ყველა პუნქტი დაცული იყო
მაგრამ კოლექტივი აღმოჩნდა მდგრადი, მიუხედავად ამისა, რომ ესე იგი რექტორი მათი არჩეულია და ის რექტორი, განსხვავებული აზრისა ხელისუფლების ქალბატონი ამ შემთხვევაში, მაგრამ მამაკაცები იყვნენ. დიახ და ის კოლექტივი არის მისასალმებელი, რატომ? ავტონომიურად ისე არა, რომ ვიღაცამ ჩაიფიქრა კაბინეტში, როგორც კეთდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაიფიქრა, თქვა, რომ უნდა გახდეს იურისტი და რომელსაც კავშირი არა აქვს აფხაზეთთან საერთოდ, ჩაიფიქრა და განახორციელა. ესე არ ხდება, ანუ კოლექტივის წვლილი მართლობაში დანგრევა, ესე იგი ყველგან არის დაბალ დონეზე. მოშლილია ამ კუთხით, ესე იგი ავტონომია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაწილობრივ ყოველ შემთხვევაში, სოხუმის სახელმწიფო საერთოდ ნულამდე დაყვანილი და ამ კუთხით ნათელი წერტილია ილიას უნივერსიტეტი, სადაც კოლექტივი ირჩევს თავის, სულდია თუ კარგით თავის რექტორს, რომელიც კოლექტივის აზრს ითვალისწინებს და მიდიან წინ. ესე იგი მეგობრებო, მე ნამდვილად არ მეგონა რომ ამ მიმართულებით წავიდოდა დღევანდელი ჩვენი ეს გამოსვლა, მაგრამ აჭირბოროტო საკითხები ეს უნდა თქმულიყო და მე თვითონ დასკვნა ამ ორი პროფესორის მონაყოლიდან მან თავის თავზე ილაპარაკა ბატონმა თემურიმ იმ პერიოდის სააკაშვილის და ბიძინას პერიოდის უმაღლეს სასწავლებელში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკა და მეც რა თქმა უნდა ამაზრისა ვარ, რომ აი ამ განათლებისა და მეცნიერების მართვის კუთხით ეს ორი პარტია თავთავისი მმართველობის დროს ორივე ერთმანეთზე შეიძლება ვთქვათ უარესდება. დამანგრეველი, არაფრის გამკეთებელი და პირიქით, არაფრის გამკეთებელი ნიშნავს ანგრევს ის და აფუჭებს საქმეს. არ შეიძლება ამ დონის პროფესორი ასე უყურებდეს შენს ხელისუფლებას და აი ის ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში, აი ახლა ეს თქვენი ფიქრეთ, საზოგადოების წევრებო, აი განსაკუთრებით ოცნების მხარდამჭერებო და ნუ გვაბრალებთ ჩვენ, რომ ჩვენ ოცნებას უჭერთ, ჩვენ ნაციონალებს უჭერთ, ჩვენ არ უჭერთ ნაციონალებს. ციხეში ჩამშვეს. პირიქით, ჩვენ თქვენთან ერთად ვიყავით 12 წელს. პირიქით, მე 13 წელს კახი კალაძესთან ერთად მარტვილში გამოვდიოდი, რომ იქ ნაციონალების კანდიდატურა არ გასულიყო გამგებლად. ქალაქის მერად თუ რაც იყო იქ მარტვილის გამგებელი მე მგონი და გამოვედი კიდევაც და მახსოვს რომ კალაძეს ძალიანაც მოეწონა, გადამეხვია, მადლობა მითხრა. და რა მოხდა მერე? და მოხდა ის რომ გიყურებ და დამწუნდი 100%-ით რომ პარტზე უარესები ხართ. და ის რომ თქვენ არ კლავთ და იმას რა ქვია ჯოხებს არ უჭობთ უკანანალში ხალხს იმაში ციხეებში ეს არაფერს არ ნიშნავს. აგერ ვიღაცამ ერთმა დაწერა თქვენ ნელ-ნელა კლავთ ხალხს, ისინი უცებლავდნენ, ტყვიას ესროდნენ. თქვენ ფულს აძლევთ, ამონებთ, აჩმორებთ, უფლებებს ართმევთ. არანაირი განსხვავება ამაში არ არის. და მე მხოლოდ თქვენ ხალხი ნეიტრალური ვინც ახართ, იყავით კომუნისტების დროს კომკავშირლები და პარტიულები, გაახილეთ ახლა მაინც თვალი, თორემ მიეჩვიეთ მაშინ პარტიას ემონებოდით, ახლა იმ გამარჯვებულ ხელისუფალს ემონებით. გაანებეთ თავი ამ მონობას, არ შეიძლება მონა ბედნიერი იყოს. ვერ იტრაბახებს თქვენი წარმოშობით, თქვენი შთამომავალი. მე დღემდე ვატრაბახობ კაკაჟანიას შთამომავალი ვიყავი. რუსის ჯარში გენიალური საქმეებია გაკეთებული, მაგრამ საქართველოში რო ჩამოვიდა, იმ რუსის ჯარს წინააღმდეგობა გაუწია ერთ დივიზიას 80 კაცით და ამოწყვიტა იქ 4000 კაცი. მე ამით ტრაბახობ და შემდეგ არ თანამშრომლია არასოდეს ბოლშევიკებთან, ამით ტრაბახობ. და მე არ შემიძლია ვითანამშრომლო ახლა ამ ოცნებასთან, მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან ვიყავი, იმიტომ რომ ხედავ რომ თქვენ იმაზე უფრო საზიჯრები ხართ. როგორ შეიძლება მამუკა იმედაძეს უსმინო კაცი და არ იყო აღშფოთებული? როგორ შეიძლება ამ ახალგაზრდა კობახიძეს უსმინო და არ იყო აღშფოთებული? არაფერი განსხვავება არ
რომ ვიზას ავიღებ და ისე წავალო. თითქოს და არის ის იმ ვიზას ავიღებ, რამის და რამდენი რამხელა ტვირთი იქნება ეს იმ მის მიერ დაბეჭდებული 700 როგორც მინიმუმი 1000 კაცი და სიამბილეში გაცილებით მეტია ისეთი რომელიც ვერ შეძლებს იმ ვიზის ყიდვას. ვიზაზე მინდოდა და ასე შემდეგ. ვიზაზე მინდა გითხრათ რომ მე სამეცნიერო კონფერენციებზე რომ დავდიოდი ეს ვიზის გამარტივება რომ მოხდა იმდენად ხელი შემიწყო 2006 წელს მე ავსტრიაში ვიყავი მივლინებული კონფერენციაზე მაგრამ ვერ დავედი იმის გამო რომ ავსტრიის ვიზა საქმე ვერ მივიღებდი იმიტომ საქართველოში არ იყო წარმომადგენლობა ასეთ რამდენიმე კონფერენციაზე დავკარგე როცა დაფინანსება იყო ავსტრიიდან თავად ავსტრიის დაფინანსებით და ვიზას მე ვერ ვღებულობ, იმიტომ საქართველოში არ იყო. ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა სხვა ქვეყნები იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში რომ წავედი, ის ქვეყანა, ნუ ახლა ვიზისა და ის სხვა ქვეყნიდან მთელი ბრძოლა არის 3 თვიანი მუშაობა ჭირდება რომ ვიზა მოვიპოვო ქვეყნებს და ახლა ევროპის ქვეყნებში მე თუ ვიზა არ მექნება, როგორი კომუნიკაცია უნდა დავამყარო მე მეცნიერებთან? ვიზაზე ვიფიქრო მე ვიზაზე ვიფიქრო კონფერენციაზე რომ წავიდო მოხსენება წავიდო თუ ვიზას მივიღებ თუ არა ახლა აქ რომ დავგები რიგებში თუ იმაზე ვიფიქრო თუ კარგად წავიდეთ ჩვენ მეცნიერები იმაზე კონფერენციებზე მაინტერესებს ეს ქართველი ხალხი რომელიც ზოგიერთი ასე ფიქრობს ასეთ კატასტროფა გვინდა ჩვენს ქვეყანაში კარგი გამახსენეთ ზუსტად 2006 წელს ჩემი ქალიშვილი მიწვეული იყო ავსტრიაში იქ კონკურსზე და ესე იგი აქედან რამოდენიმე დღით ადრე გავამგზავრეთ უკრაინაში კიევში კი იქაც არ იქ კიევში აიღო ვიზა ეს მოსაწვევი რო ქონდა კიდე რაღაც დღები დარჩა და მერე ჩაფრინდა ავსტრიაში და რაღაც თემი წვალება ეს სიჩულები მერე გავად გახდა მერე მაინც გაიმარჯვა და ერთი წლის შემდეგ უკვე ჰეროიკა ზარი რომ არის ბეთჰოვენის ცნობილი ის დაუკრეს გეროიჩისკა სიმფონია მირული სიმფონია და იმ დარბაზში ქონდა პერსონალური კონცერტი და იქაც ესე იგი კიევის გავლით წავიდა და ძლივს მოაღწია ვახში დამატებით თანხა კიდე გადასახდები ანუ რომ მიდიხარ ახლა რომ წავედი 2008 წელს ლონდონში ის ვიზა კი რა თქმა უნდა მივიღეთ მაგრამ იქ რამხელა თანხა რიგებში დგას მოგცემს არ მოგცემს ამაზე თელი ნერვიულობა მაქვს მე მაქვს ეს თლიანად განსტილი მე მესმის რომ ვიზის არ ქონა ჩვენს ქვეყნისთვის მაგალითად მე ვიცი რა გაჭირვებას მომიტანს მე პირადად მე ძალიან მაინტერესებს დღეს ჩვენი გამოსვლის შემდეგ ის ჩემი ოპონენტები როგორ შეაფასებენ ამ ჩვენს გამოსვლებს როგორ მოსწონთ მათ აი ამ მამუკა იმედაძის და დინარაძის მამუკა დინარაძის და ბატონი პრემიერ-მინისტრის ბოლო მათი განცხადებები რომ თურმე ეს არაფერს აღნიშნავს და თურმე როგორც დინარაძე ამბობს რომ ახლა იწყებს კორუფციასთან ბრძოლას და სამეურში შეიყვანს ქვეყანას და ბიძინას იმედით შენ მოსწონ ხომ ბიძინა რომელმაც მთელი თავისი ქონება თაღლითობით და კორუფციული გარიგებებით შეეგროვებინა თუ ეს ასე არ არის ვინმე ერთმა დამიმტკიცოს რა შექმნა რა პროდუქცია და რომლის დამატებითი ღირებულებით და მოგებით მან მიაღწია ამ გამდიდრებას ასე რომ კარგად დაფიქრდით რას აკეთებთ კარგად დაფიქრდით და ჯერეთი 13 წელი უკვე ხართ ხელისუფლებაში გეყოთ არ შეიძლება მსოფლიოში არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში 13 წლის განმავლობაში ერთი ხელისუფლება ერთი პარტია არ არის და ეს მიღწეულია იმიტომ რომ ყველანი იცის რომ პროგრესი ითხოვს ახალ მიმართულებებს ახალ ძალებს და ახალ კადრებს აი ეს არის საქმე ეს არის ჭეშმარიტება ეს არის დადგენილი და თუ ახლა ფიურერებით ჰიტლერებით და მუსოლინივით და სტალინით და ბრეჟნევით გინდათ იმოქმედოთ მაშინ თქვით პირდაპირ ეს მაშინ რისთვის გავაკეთეთ ეს რევოლუცია რისთვის დავანგრიეთ ის საბჭოთა კავშირი და გამოვეყავით იმისათვის რომ რა ქვია მაგას ბიზნეს და მისი მაცხარი მონები გავეხადა მილიონერებმა და ჩვენ თვითონ ყველაფერი დაგვეყარა არ გამოვა ეს ამაზე ჩვენ არასოდეს არ წავალ
და მე მინდა ვთხოვო ინტელექტუალურ ნაწილს, საქართველოს ინტელექტუალურ ნაწილს გამოფხიზლდით. არ შეიძლება ამათი ხელისუფლებაში მოყვანა, არც ნაცების, არც ქოცების, არც მელოელების და არც გახარიების. ესენი ერთი წრის, ერთი კლანის, ერთი გაფუჭებული კლანის წევრები არიან. ამიტომ ჩვენ ახალი ძალები უნდა მოვიყვანოთ, მოусმინეთ მეცნიერებს. ჩვენ არ გვინდა რომ მანდამან ჩვენ ხელისუფლებაში გავასრულოთ. არც გახარიას და არც იმას რაფერ დავამატებ. რაფერელოს მეცნიერება არ აინტერესებს. დაწუნებით გეუნებით დამტკიცებულად. გამწუხაროდ ასე. ჩვენ ვიცით და იმიტომ გეუნებით. როგორც ნაცმოძრაობას, ასევე ოცნებას და ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოდის ვიხდით. ჩემი აზრით, შეიძლება ჩვენ ვწდებოდეთ, მაგრამ ჩვენ ანალიზი გვაქვს მეცნიერების და განათლების მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება აქვს. მეცნიერება ნული, განათლება რაღაცა ზოლეს. ასე რომ ჩვენ პოლიტიკიდან შორს ვართ ბედაბატონი თემური, ჩვენ არ მეცნიერი, მაგრამ მეცნიერება არ არის არაინტერესებს. ერთი მინდა ბატონო ვახში ქართულ საზოგადოებას უთხრა, რომ აი უყურეთ არის ესე იგი აი მე ვისაუბრე ერთ ქართველ ცნობილ მეცნიერს, რომელიც ემირატებში მუშაობს. მისი კოლეგა რუსი ეროვნების ადრე იქ მუშაობდა დისტრიქტის პროფესორი, გამოჩენილი მეცნიერი და წლების განმავლობაში მაგ იქ მაღალი ხელფასია დაუგროვებია ფული. ამიტომ მე გავიდა პენსიაზე, მაგრამ ამასობაში ომი დაიწყო უკრაინაში, დაესხა რუსეთი უკრაინას და მსოფლიო გათიშა სვიფტიდან რუსეთი. შესაბამისად, მას ის რომ ესე იგი დაბრუნდა თავის იმას ციმბირში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ცნობილი მეცნიერია და მას ის ფულს ვერ რიცხავდა ელექტრონულად, რადგან გათიშული იყო. იმ ემირატებში არის ესეთი კანონი, რომ ერთ გასვლაზე მხოლოდ $10,000 გატანა შეგიძლია ერთ კაცს. შესაბამისად, ამ კაცმა უთხრა თხოვა თავის კოლეგას, ის ჩემს მეგობარს, რომ ჩაურიცხა მას ეს თანხა საკმაოდ დიდი და შენ ესე იგი წელიწადში ორჯერ სამჯერ გამოიტანე, მე ჩავფრინდები აბუ-დაბიში და იქ ცოცხალი ფულს ამოიღებ, 10,000 მეც ვერ წამოიღებ. როცა ამ კაცმა გააკეთა ერთი ორჯერ სამჯერ, მაგრამ უთხრა, მოდი ასე გავაკეთეთ. იცის მან ეს ევროპული ორიენტაციაა, ჩემი მეგობარი. იცის რომ საქართველოს ახლა უკვე რუსეთის გზაზე არის, ამიტომ თბილისში ესე იგი გავაკეთებ master cards, ესე იგი ანუ იმაში რა ქვია იმას ესე იგი TBC ბანკში, ან საქართველოს ბანკში და შეგიძლია ამ თანხით და გამოიტანო, ბინა იყიდო ბათუმში, ამ შემდეგ ან რაც გინდა იქ ქონება იყიდო საქართველოში, ხო? შენი ფულია. იმ კაცს უთქვას, რუსი მეცნიერია, საკმაოდ ცნობილი. არაო, თქვენო მალე ჩვენ გზას დაადგებითო რუსეთის. თქვენს გაგტიშავენო სვიფტიდან. და ვერაფერს თქვენთანაც ვერ გამოვიყენებო, ესე ჯობია იქ იხელსო. ხან კატასტროფა გველოდება, გესმი ჩვენ საერთოდ? რუსი მეცნიერი ლაპარაკობს, რომელიც ხადი ალბათ გულში პუტინის მომხრეა მაინც, მაგრამ იმას არ უნდა ფული დაკარგა. საქართველოსაც იგი ველოდებაო, უფრო ჩქარი ტემპებითო. გამომხიზდით ცოტკა, კაცო. არა, სვიფტიდან გათიშვის მომავალი არსებობს ეს პრობლემა. საქართველოსია საუბარი, თო რუსეთი დიდი ხანია გათიშული. ხო და უნდათ რომ ხელფასები აიღონ ძველად რომ რიგში ვიდეო სალაროებში და მე ზოგჯერ ფულს გვაკლებდნენ და ზედმეტი დაუტოვე იქა და ეს დრო უნდათ ზოგიერთ ჩვენს თანამშრომლებს. აი ეს არის. მოგლედ მე მინდა გითხრათ რომ პოლიტიკა მე არ ვიცი, იმიტომ რომ მე არ ვარ კვალიფიციური პოლიტიკაში მონაწილე პიროვნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რასაც მე ვაკეთებ მეცნიერებაში, ხელი არ შემიშალონ. მე არაფერი არ მინდა. თანაჩენ თუ ამას არ უზმაკოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კიდევ მეუბნებ რომ რაღაც სხვა გზას მიმართავ. უნდა გააკეთოს შესაბამისად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა რეაგირება ჩემი ოთახიდან გაიტანონ ზედმეტი მასალები და შემოიტანონ ჩემი თუ მიზანია ამ ხელისუფლების
წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული დაანგრევა და გაგუდვა, კაი ტერმინი გამოიყენა ბატონ გია, მეცნიერების შემორჩენილის. და იმ დარჩენილი 200-მდე მეცნიერის ბოლომდე გაგუდვა ეს კარგად გამოგდით. მეგობრებო, ჩვენი გადაცემა უახლოვდება დასასრულს, როგორც ხედავთ, ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში, თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნა ის, რომ ამ დონის მეცნიერს, ამ დონის მოუწია ეს ჩანაწერი ალბათ ისტორიაში დარჩება და ჩვენი შთამომავლობა გაოცებული შეხედავს და მოусმენს ჩვენს გადაცემას, რომ იყოს საქართველოში ასეთი პერიოდი, ბიძინას პერიოდი, როდესაც კვაშილავას უხდებოდა ასეთნაირად ბრძოლა იმისათვის, რომ თავისი მეცნიერული მუშაობა ჩაეტარებინა და საქართველოს ისტორია და საქართველოს წარსული კულტურა და მისი მეცნიერული წიაღისეულები, ესე იგი საზოგადოებისათვის და მსოფლიოსათვის ეჩვენებინა. ამას ჩვენი შთამომავლობა შეაფასებს და თქვენ საქართველოს მოქალაქეებო, რომელიც დღეს მიყურებთ, უბრალოდ იყავით კრიტიკულები და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს ხელისუფლება იმ ხელისუფლებას არაფრით არ ჯობია და იმ ხელისუფლების შიშით ამათი მოყვანა დიდი სისულელეა. ჩვენ არ გვინდა არც ისინი და არც ესენი და არის ძალები, არის მეცნიერები, არის მეცნიერულად დამუშავებული პროგრამები და აი ამ პროგრამების ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ და ჩვენ აუცილებლად უნდა გავიდეთ ევროპულ გზაზე და როგორც ბატონმა თემური ბრძანა იმ რუსი მეცნიერის 1-2 წლის წინ ნათქვამი, ის კაცი დარწმუნებულია, რადგანაც იცის კავშირი პუტინსა და ბიძინას შორის, რომ ამათ გეგმით ჩვენ ევროპას უნდა დავშორდეთ. ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე იმისათვის, რომ აღვადგინოთ ჩვენი სტატუს კო და ჩვენ გავხდეთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. დიდი მადლობა. მადლობა. მადლობა.